ანუ ჩემი ქმარი უფრო თევზაობაც უყვარს, მაგრამ ნადირობაც ძალიან უყვარს, უფრო ნადირობა უყვარს და მაგაზე მოვყვები ერთ ისტორიას, რომელიც ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება. გუჯა ნადირობაზე როცა მიდის, ძალიან ადრე ხშირად დადის, როცა აქვს დრო. როცა შეიხი არ არის, მაშინ მონადირეა. ანუ მაგას ძალიან დილით ადრე აკეთებს და მაგითო ასწრებს ასე. კი ბატონო. ხო და დააყენა მაღვიძარა დილის 5 საათზე. რომ ბიძაშვილები უნდა მოვიდნენ და გუჯა უნდა წავიდეს სანადიროდ. მე ახლა ახალი ცოლი რო ვიყავ, ანუ ახალი მოყვანილი რო ვიყავი, ასე ვთქვათ, ვერ ვიტანდი რა ამ ნადირობას, ვერ ვუგებდი, კაცო, დილა უთენია რა გინდა ტყეში რო დარბიხარაი, რა უაზრობაა მეთქი და სულ ამის წინააღმდეგ ვიყავი, ახლა მომემატა ცოტა ჭკუაა და აღარ ვუშლი რა, რაც უნდა აკეთოს მეთქი ვფიქრობ და მაშინ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მე ვიფიქრე ახლა მაღვიძარას მეთქი გაუთიშა ვამე და გააგრძელებ ზილს ჩვეულებრივ თქო. იმიტომ რომ სხვა დროს ამას ვერ გააღვიძებ მაღვიძარის გარეშე. დადგა ეს დრო 5 საათი. ამისმა ტელეფონმა დრენ ხელი მივადე უცებ. 5 წუთში ისევ დრენ ისევ ხელი მივადე, არ არსებობს მეთქი. გამოვვრთე ტელეფონი საერთოდ და მესმის ახლა გუჯო, ამისი ბიძაშვილები მოვიდნენ. გუჯა გახტი შოლის ძინავს. თან ასე ხელები მიჭრავს, არ გაიღვიძოს. გუჯა, იძახიან. ბიჭო, იქიდან იძახიან. всё, მერე ჩაქრა ხმა, ასე იგი წავიდნენ. წავიდნენ ეს გუჯას ბიძაშვილები და შორიდან ისმის ძაღლი ხო ყავთ თან. ძაღლის რაღაცა ერთხელ წაიყეფა იმ ძაღლმა და ამ ხმაზე გუჯა წამოხდა. ამ ხმაზე წამოხდა და ანუ ახალი გასულები არიან რა, უბრალოდ ის ძაღლის ხმა შერჩა ხმაში და წამოხდა და რატო არ დარეკა მაღვიძარა, ამის დედამოყვა, რატო არ ხო დავაყენე ტელეფონი გამოგირთე მეთქი გუჯა. რო შენ დარჩენ, რას ამბობ, ქალო, არ გაპატიებ, ხამარს იკეთებ, მათია, ამას არ გაპატიებ, უნდა წახსოვიდავი. ასეთი ისტორია იყო, რომ არ მაპატიებ. მაინც დაგტყუათ ახალი მოყვანი და წავიდა სანადიროდ. არის და გაიქცა, აბარა. ჩართო ტელეფონი თან. რა წაგიყვანდა სანადიროდ ხო? ხო, რა დაღალი არის.